მოგესალმებით. გასულ ვიდეოში ვნახეთ მდინარე როგორ ატარებს ქანებს და ვაკეებზე ტოვებს. თუ დააკვირდებით მდინარის პირას დაინახავთ გავაკებულ საფეხურებს ფერდზე, ეს შემთხვევითი არ არის. ეს მდინარის ტერასებია. თითოეული საფეხური ძველი მდინარის ფსკერია. ოდესღაც მდინარე იქ მიედინებოდა. დღეს ვისაუბრებთ რა არის მდინარის ტერასა, როგორ წარმოიქმნება და სად ხედავთ მათ საქართველოში. და ბოლოს გეტყვით, რატომ აშენებდნენ ჩვენი წინაპრების სახლებს სწორედ ტერასებზე. დავიწყოთ. მდინარის ტერასა ეს მდინარის ხეობის გვერდზე არსებული ბრტყელი საფეხურია. წარმოიდგინე კიბე, ყოველი საფეხური ბრტყელია, შემდეგ კვეთრად ეცემა და ისევ ბრტყელდება. ზედა ნაწილს ბაქანი ეწოდება. ეს ძველი მდინარის ფსკერია. კიდის ნაწილს ტერასის კედელი ეწოდება. ახლა მთავარ კითხვა, როგორ წარმოიქმნება ტერასა. პირველი ეტაპი მდინარე ვაკეზე მიედინება და ორივე მხარეს ნატანს ყრის. ეს ბრტყელი ფართობი. მდინარის ფსკერია. წყალდიდობის დროს ის იტბორება. შემდეგ რაღაც იცვლება. კლიმატი, მიწის ამოწევა, ან წყლის რაოდენობა. მდინარე ენერგიას იღებს და ქვევით იჭრება ძველი ფსკერის გათხრას იწყებს. ძველი ბრტყელი ფსკერი ახლა ზემოთ რჩება. ეს არის ტერასა. პროცესი შეიძლება რამდენჯერმე განმეორდეს, ასე წარმოიქმნება რამდენიმე ტერასა. ტერასა ახალი ეტაპია მდინარის ისტორიაში. ტერასები ყველა ერთნაირი არ არის. სამი მთავარი სახე არსებობს. პირველი ნატანის ტერასა. ეს მდინარის მიერ დალექილი მასალისგან შედგება. ნატანის ტერასა რბილია, ადვილად იჭრება, ადვილად ირეცხება. მეორე კლდოვანი ტერასა. აქ ნატანი თხელია, ქვეშ მყარი კლდია. კლდოვანი ტერასა მდგრადია, ათასობით წელს უძლებს გამოფიტვას. მესამე შერეული ტერასა. ქვედა ნაწილი კლდია, ზედა ნატანი. საქართველოში ყველა სამი სახე გვხვდება, მდინარის ხასიათისა და გეოლოგიის მიხედვით. ტერასები მხოლოდ ლამაზი ლანდშაფტი არ არის. მათ პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ. პირველი, სოფლის მეურნეობა. ტერასის ბაქანი ბრტყელია, ნაყოფიერი და წყალდიდობისგან დაცული. სწორედ ამიტომ აშენებდნენ ჩვენი წინაპრები სოფლებს ტერასებზე ადვილი სახნავი, უსაფრთხო ადგილი. მეორე, სამშენებლო მნიშვნელობა. ინჟინერი ყოველთვის იკვლევს ტერასებს, სანამ შენობას დადგამს. ტერასის ნატანი, ქვიშა და ხრეში სამშენებლო მასალაა. მდინარეების პირებზე კარიერები სწორედ ამიტომ არის. მესამე, გეოლოგიური ისტორია. ტერასები გვიყვებიან კლიმატის ცვლილებაზე, მიწის ძვრებზე, მდინარის ევოლუციაზე. თუ ტერასა მოულოდნელად მაღლა არის, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მიწა ამოიწია ტექტონიკური მოძრაობის გამო. ასე ტერასები ჩვენ გვეხმარება გავიგოთ, სად ყოფილა მიწის ძვრები, როდის შეიცვალა კლიმატი. ბოლოში მდინარის ტერასები ყველგანაა. უბრალოდ ამათ ვერ ვამჩნევთ. მტკვრის ხეობა ყველაზე კარგად შესწავლილი ტერასული სისტემაა ჩვენს ქვეყანაში. თბილისთან ახლოს მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროზე ნათლად ჩანს 3-4 ტერასა. ძველი თბილისი სწორედ ტერასაზე გაშენდა, ეს ბუნებრივი არჩევანი იყო. გორის მახლობლად მტკვრის ტერასები განსაკუთრებით კარგად ჩანს. ფართო ბაქნები სოფლებითაა დასახლებული. არაგვის ხეობაში სამხედრო გზის გასწვრივ ტერასები კლდეში გამოჩქეფილ საფეხურებს გავს. და ალაზნის ხეობაში, კახეთში ტერასებზე ვენახებია გაშენებული. ღვინო ფაქტიურად გეოლოგიაზე დგას. ყველა ეს ადგილი ერთი და იგივე პროცესის შედეგია. მდინარე იჭრებოდა, ბაქანი რჩებოდა, ადამიანი სახლდებოდა. დასასრულს. ტერასა ეს მდინარის ბიოგრაფიაა. ყოველი საფეხური ერთი თავია ამ წიგნში. ქვედა ტერასა ახალგაზრდაა, ზედა უძველესი. და ისინი ჩვენს თვალწინ არიან. საქართველოში სადაც გადახედავთ ტერასაა. მდინარეების ისტორია ჩვენს გარშემოა. თუ ეს ვიდეო საინტერესო იყო, გამოიწერე არხი. შეხედე ნებისმიერ მდინარის პირს შენს გარშემო, ის საფეხური, რომელზეც დგახარ შეიძლება 1000 წლის ძველი მდინარის ფსკერი იყოს.